საუბარში ვახსენეთ არაჩვეულებრივი წიგნი ზე თვარ და პურის ხანა მანუშაკა გველოდება. გიждები ამ წიგნზე მართლა ერთი ამოსუნთქვით წასაკითხია. როგორ იწერებოდა? ეს პერიპეტიები რომ მოგვიყვეთ. 12 წელი დაახლოებით. ახლა თუ იწერება რამე წიგნი? კი, 12 წელი დაახლოებით საფრანგეთში წერდა ამ წიგნს თემური. და ყველა ეპიზოდს ოჯახის წევრებს უზიარებდა. და ჩვენ ვიჯექით და უსმენდით ხოლმე რას ემოციურად თუ მოქმედებდა თუ ავტირდებოდით, ესე იგი კარგი იყო. და ასე შემდეგ, ანუ იმაზე ჩვენზე გადიოდა ამ ცდას, რამდენად ეს მისაღები იყო და საინტერესო იყო ჩვენთვის და 12 წელი წერდა. და წიგნზე ნახატი რაც არის ჩემი შვილის ნახატური. მართლა? კი, ნახატი არის ლიკუნასი და ლიკუნა პატარა რო გაჩნდა, მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და თემურიმ და ლიამ, როგორც აი მეხუთე შვილი, ისე ყავდათ ეს ლიკუნა და ჩვენი პატარა დასავით იყო. კი, იყო ჩემი შვილი, მაგრამ ოჯახში ესე მოიკითხებოდა. და ლიკუნას დაახატინა, იმდენად ძვირფასია თემურისთვის ეს მზე მთვარე და პურის ყანა შვილები და ეს ლიკუნას ნახატი, პურის ყანა რასაც ააყვავებდა შექმნი. დაახლოებით ეს ფილოსოფია იყო ამაში. ეხლა თუ გიკითხავთ რამე წიგნის? ეხლა გვიკითხავს, მაგრამ ყველა ისეთ დაკავებულები ვართ, რომ როგორც კი დაგვიჭერს ხო, ეს ჩაგვიჭერს და ამა დაჯექი ხა ერთი 10 წუთი უნდა წაგიკითხო, არ ვიცი გეჩქარება, არ მაინტერესებს, იწყება კითხვა. შენ შემოხვედი, გახვედი, საქმე გაქვს, არ აქვს მნიშვნელობა, შეგიძლია მოისმინო. ანუ ახალი წიგნი იწერება. კი, ახალი წიგნი იწერება და ჩვენზეც ასე ისე უსმენთ და არა ვიცი, მე მგონი რაღაცა საინტერესოს მოყვება, იმიტომ რომ ეს ეპოქა იყო საინტერესო. რა ეპოქაზე იწერება? ისევ იმ ეპოქაზე, რა ეპოქაში თვითონ იცხოვრა, კი. მას ისტორიული ფაქტები ძალიან საინტერესოა. მე მგონი ეს ხალხმა არ იცი და ჩვენგან გაიგებენ, რომ კიდევ ერთი ძალიან მაგარი რომანი ელოდება კითხვის მოყვარულს. ჩვენიერი ექსკლუზივი გვაქვს.